როდესაც კიბერშეტევა პოლიტიკას ეხება, მისი შედეგები ხშირად კომპიუტერულ სისტემებს ცდება და ჩვენს ყოველდღიურობაში იჭრება. დღევანდელ Cyber Minute-ში ვსაუბრობთ დანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 2025 წელს განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე. 2025 წლის ბოლოს რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა ერთდროულად დაარტყეს დანიის სამეფოს საარჩევნო ვებგვერდებსა და მუნიციპალური წყალმომარაგების სისტემებს. მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკურად მოტივირებული ციფრული საბოტაჟი იყო. ჰაკერები მოქმედებდნენ არა ფულისთვის, არამედ ქაოსის დასათესად. მათ გამოიყენეს კოორდინირებული DDoS შეტევები და შეაღწიეს იმ სისტემებში, რომლებიც გამოიყენებოდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის სამართავად. დანიის სამეფომ მყისერად მოახდინა ამ ინციდენტზე რეაგირება და დაიწყო ზიანის მყისიერი აღმოფხვრა და სერვისების აღდგენა. ეს ინციდენტი კი გვასწავლის, რომ კიბერთავდაცვა არის ყველა ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ეს იყო Cyber Minute. დანიის ინციდენტი. მნიშვნელოვანი გაკვეთილი ბიზნესისთვის.